ყოველ დღე უნიტაზში სამედიცინო თვალსაზრისით ფასეული ინფორმაციის უდიდეს მოცულობას ვრეცხავთ. ამასთან, ადამიანის ნარჩენების ანალიზი შეიძლება სასარგებლო იყოს ჯანმრთელობაზე დაკვირვებისას, ამბობს სუნ մի პარკი, სტენფორდის უნივერსიტეტის სამედიცინო ფაკულტეტის მეცნიერი. ეს არის პროტოტიპი, რომელზეც ჯერ ვმუშაობთ. პარკი ჭკვიან ტუალეტზე მუშაობს, რომელიც ადამიანის განავლის ანალიზს ახდენს და კვლევის შედეგებს პირდაპირ მკურნალ ექიმს გადაუგზავნის. ნარჩენებს კომპიუტერული ხედვის და ხელოვნური ინტელექტის მეშვეობით ვიკვლევთ, რათა ადრეულ საფეხურზე აღმოვაჩინოთ, ან და შევაჩეროთ დაავადების განვითარება. კამერა ამ ნაწილის ქვეშ მდებარეობს. პარკისა და სამხრეთ კორეული მწარმოებლის იზენის ერთობლივი პროექტი სამომხმარებლო მოწყობილობის შემუშავებაში მდგომარეობს, რომლის განთავსება შესაძლებელი იქნება უკვე არსებულ უნიტაზზე. ტელეფონზე სპეციალური აპლიკაციის მეშვეობით მომხმარებელი რეკომენდაციებს მიიღებს ჯანმრთელობის და კვების რაციონის შესახებ. პარკის თქმით, მომავალი ვერსიები უფრო დაწვრილებით ადევნებს თვალს ჯანმრთელობის მრავალ მახასიათებელს. ასევე ადრეულ საფეხურზე კიბოს გამოვლინებასაც. სხვა მოწყობილობა სახელწოდებით იუსკინი, რომელიც ფრანგულმა კომპანიამ უით ჰინგსმა შეიმუშავა, შარდის ნიმუშს იღებს. შარდი 3000-მდე ქიმიურ შენაერთს შეიცავს და ადამიანის ჯანმრთელობის შესახებ საოცარი ინფორმაციის წყაროა. სისტემა გამოსაცვლელი კარტრიჯის მიდგომით მუშაობს, რომელიც ანალიზებს 30 თვის განმავლობაში აგროვებს. მხოლოდ ამაზე უნდა მოშარდო, სულ ეს არის. გათბობისას მცირე ტუმბო ამოქმედდება, რომელიც შარდის წვეთს საცდელ ზოლზე მიაწვდის. შარდზე მოქმედებს, რის შემდეგაც ფერი ეცვლება, რაც სპეციალური ოპტიკური სენსორის მიერ ანალიზდება. ტესტის შედეგები რამდენიმე წუთში აპლიკაციაში გაჩნდება. პირველ რიგში კარტრიჯი ადამიანის ფერტილობას და კვებით რაციონს დაადგენს. ტუალეტში ტექნოლოგიის შესვლით სხვა საკითხი ღია რჩება. შეეგებებიან თუ არა ამ სიახლეს ცხოვრების მყუდრო დარგში. Алексей Горбачев, Мэтт Дибл, Сергей Дагатарь специально для программы «Детали».